მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გამოეხმაულებო რომ დღეებში განვითარებული მოვლენებს საქართველოში. მე ძალიან კარგად ვიცი რუსული, მაგრამ შეგნებულად ახლა არ ვისაუბრებ რუსულ ენაზე. და დამეხმარება გადათარგმნაში მშვენიერი ქალბატონი ციცინო მცხეთიდან. სხვადასხვა მცხეთა როგორ გავაკეთეთ ამაზე მე ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა მიმართო აქედან რუსეთის გაქვსებულ პუტინს და მის მონა პოზნერს. კარგად მინდა შევახსენო ამ ორ ადამიანს, რომ ოკუპანტების ფეხი საქართველოში ვერასოდეს ვერ იქნება და ვერ დაითქმევა. გადათარგმნი პოლონურად. Он будет ругаться Познера и Путина, и будет тарджинаманаваться. Я из Мцхета Тицино из Мцхет. Путиნის პროპაგანდისტის ელარჯს საქართველოს უკაცრავად არ უნდა წელავდეს. სანამ ოკუპანტები საქართველოს ახსენებთ, უკაცრავად ბოდიში და პირში წყალი გამოივლეთ კარგად. პოლონურად. Путинская, пропагандистская, пока грузинам этого ЛРГ будете лагаткавать, ну целовать. Сначала пиши этого воду, этого клупуйте, пачачкуйте, выплюните, вот. Украина ვითარდება და საქართველო მიდის უკან. ვერაფრით ვერ ვიგებ. პოზნერი რატო ჩამოიყვანეს? საერთოდ ჩემამდე არ დადის. Украина реформуется, а Грузия деформуется. Вот. Как этого Вахтанг Мегрелишвили, а ну я ничего не понял. Чем სამშობლოს მე არასდროს მივატოებ. და არ გავცვლი არც ერთ ქვეყანაში. ხომ გაგიგიათ? არ გავცვლი საცაკლდეებსა უკნავების სახეზე და პოლონურად. Не буду этого питало гори и этого кашей бессмертного поминаемся. სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების ხვაზე და. Родина это силиконовые сиськи, я не буду меняться ни одном валютном пункте. რა შეეხება პრორუსულ ბიზნესს, არ შეგჭება ტარაფელი. ერთი თეთრის არ შეგჭება. იმიტომ რომ ხო გაგიგონია ბიძო. ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს. Это видина ты вообще ноль ничем ты не останешься без копейки ты останешься. Это карис мотанис, если кари это глово приносит и глово уносит. მე კუდარიც რო ვიყო საქართველოში ბევრ მოქმედ პოლიტიკოს მოუგებ კუდარის სახელით. Я такой популярный в Грузии, что я даже Майкл Джексон. Вот. ამ უნიატოების ხელში ქვეყანა ორად არის გაყოფილი. ორად არის გაყოფილი ამ უნიატოების ხელში. В этих руках и оцнеба руках страна это вошли Джварская направленная. Вот. Европа, მოკლედ რა მოხდა? ევროპა გვთავაზობდა გამოსავალს და ამათ რა გააკეთეს? ადგენენ და აყირავეს მოლაპარაკებებს მაგით ადამიანები. Денис, он когда приехал, этого оцнебу, и он говорит, что слушайте меня хорошо. И знаете, что он делал? Когда эти оцнебаны его не послушали? Вот так. Встал, поднял руки и деицко голова. Ჩვენ ქართველების არ ვართ ვალდებული რუსეთიდან ჩამოთრეული პროპაგანდისტებს ვუმღერო და ვუცეკოთ. მიბრძანდით აქედან და თქვენმა ჩამყაყებულმა ესტრადამ გაკეიფოდოთ, გაგართონ როგორც გინდა ისე და საცაგინდა ის. სიტყვას Знаете, что мы это не валдебуемся, что вы грузины танцевали перед россиянами и пели. Почему? У вас есть такая русский граммофон, и пусть вы поете со своими стихами и этого песнями. Например, этого «Стоп». Не надо. Дай, стоп. Не надо. Дай.